ხალხელში სანთლებით და მეორეთი ეკლესიასთან ბრძოლას ისე ვაგრძელებს ეს ხელისუფლება თუ შეწყვიტა. ამას რომ აკეთებდით წლების განმავლობაში, თქვენ თვითონ თქვით რომ აფინანსებდით ამ ხალხს, ვინც ღიად ებრძოდა და უტევდა ამ ეკლესიას და ლანძღავდა, თქვენ აღიარეთ ეს ყველაფერი. და ეხლა თუ შეწყვიტეთ ეგ, ირკვევა ასეთი რამით. ანუ იმით კი არა რომ უფრო გრძელ სანთელს დაიჭერთ თუ მოკლეს, არამედ იმით მიყვებით თუ არა ეკლესიის სიტყვას. და აგერ ჩვენმა ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ მისი ქადაგებით თქვა ეს სიტყვა. და პირდაპირ ეშმაკს ეკვეთა, ასე ვთქვათ, ამ ბოროტებას შეეჭიდა და თუ თქვენ მიყვებით ეკლესიის სიტყვას, მოდით დაიწყეთ ამ თემების განხილვა, წინ წამოწევა და შევასრულოთ ეს ყველაფერი. დავაყენოთ დღის წესრიგში აბორტების თემა, რომ ეს უნდა შეწყდეს ბავშვების მკვლელობა. ასევე ეს გენდერული სიგიჟე კანონების ამოღება და დემოგრაფიული პრობლემა, რაც მნიშვნელოვანია, თქვა პატრიარქმა, რომ ასე თუ გაგრძელდა, ჩაგვანაცვლებენ ის ხალხი, ვინც ბავშვებსაც აჩენს და საერთოდ სხვა რელიგიის არის და უფრთხილდება თავის რელიგიას. თუ მიყვებით თქვენ ეკლესიას და ბრძოლას აღარ აგრძელებთ მის მიმართ, ხო? მოდით ეს დაგვანახეთ საქმით. და თუ ისე ვაგრძელებთ ბრძოლას, რაც დიდი ალბათობით ეგრეა, ჩვენ მაგას შეჩვეულები ვართ და კონსერვატორები, რა თქმა უნდა, ამ თემებზე ყოველთვის საუბრობდით და იგივეს გავაგრძელებთ და მით უმეტეს ახლა ჩვენ პატრიარქს ამასთან დაკავშირებით დაუდგებით გვერდში, რომ ეს საბოლოო ჯამში გადაწყდეს ეს პრობლემები. და ნახოთ, აბა ხელისუფლება მზად თუ არის ამისთვის, თორე ჩვენ ეროვნულად მოაზროვნე ხალხი, საზოგადოება ამისთვის მზად ვიყავით და მზად ვართ და ამისთვის ვიბრძოლებთ ყოველთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით კიდე ამას აუცილებლად შევძლებთ. ველოდებით ახლა ხელისუფლებას რა პასუხი გექნებათ აი ამ ქადაგებაზე და შეასრულებთ თუ არა უწმინდესის კურთხევას.